არიან ადამიანები, რომლებიც სულ ვიღაცაზე ლაპარაკობენ, საკუთარი თავის გარდა. სულ აი დაუკვირვებელ ხო ზოგი სასოპირიცა სამწუხაროდ, რომ აი სულ ვიღაცის ცხოვრებას არჩევს. აი არასოდეს სულ სუთელი ცხოვრება არის, აი წლებია ვიღაცის ცხოვრების გარჩევაში არიან. უკვე ახლა ქრისტიანი თუა არ განეკითხო, არ განეკითხები გიწერია. შენ სულ განეკითხო, როგორ შეიძლება ეს ქრისტიანობაში სულ აი ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სულ დაბოღმილები არიან. სულ დაბოღმილები არიან. არიან ადამიანები, რომ სულ ეჭვიანობენ, აი სულ ეჭვიანები არიან, აი ვაიმე იმან ჩემზე ესე იფიქრა, იმან ჩემზე ესე თქვა, ის ჩემზე ამას ლაპარაკობს, იქ ჩემზე ლაპარაკობენ, იქ ჩემზე ჭორაობენ, იქ ჩემზე საუბრობენ, შინაგან და როგორ უნდა იყო ბედნიერი, ახლა როცა სულ გაგწაგოს იმისა, რომ სულ ვიღაცა შენზე რაღაც ლაპარაკობს, თუ გჭორავენ სულ. ვერც მოიწევს. მაშინ გაიგდა ჭორავენ და მე რა, აი შენ რა ხარ გაგდება, შენ ხო არ იცი მათი ჭორავობით. ის მათი პრობლემაა, ხო? ეგ მათი პრობლემაა და როცა შენ ადამიანი კამით იტანჯები, რომ ვიღაცა შენზე რაღაცებს ლაპარაკობს და სიამაყეა მაგაზე. ხო, ანჯობს, ესე იგი ამპარტავანი ადამიანი ხარ, ამპარტავ, ესე იგი რაღაცას ითხოვ საზოგადოებრივ დაფასებას, ითხოვ რაღაცა ყურადღებას და ეს მე უკვე ჭამს განადგურებს და მე საკუთარ თავს ჭამ მე და საკუთარ თავს ანადგურებ. მე ამასაც ვერ იღებ კიდევაც მე ამას და თუ ვიღაცა ნახე რომ ვიღაცა მიიღო მე იმის მიმართ მე იბოღმები და საშინელ დღეში ვარდები და ადამიანს ანერ განსწავლებას და არც არავის არ ადგები ამ ცხოვრებაში. არც შენ ოჯახს ადგები, არც საკუთარ თავს ადგები და არც არაფერი და ძალიან უმძიმეს მდგომარეობაში კიდევ საბოლოო ჯამში საკუთარ